უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს. ამაში ნამდვილად დარწმუნდებით, როცა მის სახლში მოხვდებით, სადაც ყველაფერს ხელოვანის ხელი ატყვია. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. ხელოვნების სკოლაში დადიოდა და გარემოც, სადაც ის აღიზარდა, შემოქმედებითი იყო. სწორედ ამიტომ არ გაჭირვებია არჩევანის გაკეთება და სწავლა სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. ეს სახლი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, არის მხატვრობისთვის იყო სპეციალურად აშენებული, ძალიან ბევრი საინტერესო მხატვარი ცხოვრობს, მრავალ მათგანთან გვაქვს მეგობრობა დღემდე და იყვნენ სხვა ადამიანები, რომლებიც ასევე ჩემს არჩევანში ძალიან დიდი როლი ითამაშეს, განსაკუთრებით კიდე შემაყვარეს ეს სფერო. აღნიშნავდი ჩვენს მეზობლად ცხოვრობს ალდე კაკაბაძის ოჯახი, ქალბატონი ალდე შარშან გარდაიცვალა, ეს ხო რაღაც ძალიან გამორჩეული ადამიანი, გამორჩეული მხატვარი, კერამიკოსი. და მან და მისმა ოჯახმა დიდ გავლენა იქონიეს ჩემს არჩევანში, ზოგადად რომ ამ საქმეს რო გავყოლოდ. აკადემიის დამთავრების შემდეგ საკუთარი თავის საზოგადოებას მალევე გააცნო და გამოფენით დაამახსოვრა. პირველ გამოფენას მოჰყვა მეორეს მესამე და ასე გრძელდება დღემდე. როგორც ჩვენი მაყურებლისთვისაა ცნობილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 600-მდე მხატვარს, რომელთა შორის 9 ქართველი იყო, ლუვრის საგამოფენო სივრცე 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. მათ შორის იყო გიორგი ტაბლიაშვილიც, რომლის ნამუშევრები შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რამდენიმე მათგანი გაიყიდა კიდეც. წელიწადში ორჯერ ტარდება წარმომადგენლობანი წარმომადგენლობითი გამოფენა, რომელსაც ქვია კარუსელი დუ ლუვრი. გამოფენა გაყიდვარი, არტბაზრობა არის ერთგვარი, სადაც მოხვედრაც, რა თქმა უნდა, არ არის თქო იოლი. იმდენად ბევრი ხალხი მოვიდა, რომ ჩვენც გავუკვირდა. რაც შეეხება ჩვენ ქართველი მხატვრობის კუთხეს, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ გამოფენაზე, ეხლა ცოტა შეიძლება სუბიექტურად ჟღერდეს, მაგრამ ქართველი მხატვრები მაინც არის რაღაცა ის მუხტი, რაღაცა აქვს ქართულ მხატვრებს, რომელთაც მართლა გამოვირჩევოთ. მსოფლიოში ეს მხატვრები ძალიან ემგონებიან ხოლმე ერთმანეთს. ქართულ მხატვრებს, რა ვიცი, მე მგონი, ხა საკუთარ თავზე კიდე არ არის სწორი ლაპარაკი, მაგრამ რაღაც შემოგრჩა რაღაც ის განსაკუთრებული, რაც მე ვიტყოდე, რომ მაინც გამოვირჩევა ქართული მხატვრების ნამუშევრები, იცნობა ყოველ შემთხვევაში. როგორც თვითონ ამბობს, შთაგონებას გარე სამყაროდან იღებს. მთავარია საკუთარი დამოკიდებულება გარე სამყაროსა და ადამიანების მიმართ. სწორედ ეს არის მისი მთავარი мотиваცია. ფიქრობს, რომ ადამიანური სამყარო ძალიან საინტერესოა და ცდილობს ეს თავის ნახატებში ასახოს. ეს რა არის და როგორ მოგვიდა ამ კი ბატონო, ეს იყო დეჩემს იდეა სხვათა შორის, იმიტომ რომ მოკლედ ძალიან უყვარს დეჩემს ესეთი საინტერესო დეკორატიული მხატვრული რაღაცების კეთება და დეჩემს იდეა იყო, რომ გავაკეთებინა ესეთი შირმა. და მე ავდექით ესეთი ხის ნაჭრები შევუკეთეთ სპეციალურად. გამოვაჭრევინეთ და მოკლედ დავიწყე მოხატვა და დაახლოებით არის ესეთი 170-180-მდე ხის ნაჭერია, ყველა სათითაოდ მოხატული, ინდივიდუალურად, ასე ვთქვათ და ბოლოს ესეთი კაი რაღაც გამოვიდა, ყველას მოკლედ ძალიან მოყვარს და მოწონს. რომ ნახოთ სამუშაო კუთხე, სად მუშაობთ? კი ბატონო, ჩავიდეთ. თქვენი ნამუშევრები. ჩავიდეთ ჩემს სახელოსნოში. ეგულია გავაგრძელოთ გზა. სახლის ქვედა სართულზე არის გვაქვს ესეთი სახელოსნო ჩემი, სადაც მე ვხატავ ხოლმე. ჩემი ნამუშევრები. გასული წლის ნამუშევარია ეს ჩემი. ეს არის შესრულებული ცხეთაში, როგორც აღნიშნე, გვაქვს ხოლმე ყოველწლიური ფესტივალი ხოლმე. არა მარტო, ასე ვთქვათ, ჩვენ მოთავები ვართ მაგ საქმეებს და ორგანიზატორობთ, არამედ დიდი სიამოვნებით მეც ვხატავ ხოლმე და არის ესეთი მოზრდილი ფორმატი და მოკლედ შარშანდელი ნამუშევარია ჩემი ცხეთაში დახატული. განწყობას აქვს მნიშვნელობა, როდესაც ხატავთ? რა თქმა უნდა, განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, რა ვიცი, ისე შეიძლება. ეხლა ადამიანს თუ გიყვარს შენი საქმე, აუცილებლად ალბათ განწყობა გქონდეს. სიმყუდროვე უნდა იყოს? სიმყუდროვე და უნდა იყოს და სიჩუმე უნდა იყოს აუცილებლად. იმიტომ რომ ხმაური, რა თქმა უნდა, ნევრებს გიშლის ძალიან. ამ ეტაპზე თუ მუშაობთ, რამე ნახატზე? ამ ეტაპზე მუშაობ, საერთოდ ვცდილობ, რომ ყოველ საღამოს ვიმუშაო ხოლმე და დავხატავ ხოლმე. ეხლა დღეს ამ დღეებში მუშაობ ამ ნახატზე. ესეთ ცხენი ზოგადად ჩემს ნახატებში ძალიან ხშირად არის ხოლმე პოპულარული თემაა. გიყვარს? ძალიან მიყვარს. ეს არის ახალი ნახატი, რომელიც რა ვიცი, ალბათ მალე მორჩებთ, მალე დავამთავრებ. ამ ეტაპზე მუშაობს ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო პროექტზე, რომელსაც გვპირდება, რომ წარდგინების შემდეგ გაგვიმხელს, რაც სავარაუდოდ მალე მოხდება. ასევე დაგეგმილი აქვს თბილისში რამდენიმე გამოფენაც.